დღეს გაგაცნობთ ბრილიანტს, დასტინ პორიეს, რომელიც ყველა თავის ბრძოლაში ისე ჩხუბობს, თითქოს ეს თავისი უკანასკნელი შეხვედრაა. ის თითქმის 15 წელია ჩხუბობს UFC-ში და ამ პერიოდში 70 კილოგრამში ის ყველას ეჩხუბა, ყველა ელიტას, ყველა ჩემპიონს, საჩემპიონო ბრძოლები ჰქონდა ისეთ მებრძოლებთან როგორც არის ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი, ჩარლზ ოლივერა, მარტო მაკგრეგორს 3 ჯერ შეხვდა, ჯასტინ გეიჯს 2 ჯერ შეხვდა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მებრძოლთან იბრძოლა. ბრილიანტი 19 ივნის ასრულებს თავის კარიერას და ბოლო ბრძოლას გამართავს მესამეჯერ მაქს ჰოლუეთან. მაქს ჰოლუეი ყველა ვიცით რა მაგარი მებრძოლიც არის და მინდა დაწეროთ კომენტარებში თქვენი პროგნოზები და რო შედგება ეს შეხვედრა, მე საინტერესო იქნება თქვენი წინასწარმეტყველი კომენტარების წაკითხვა. იქამდე გეტყვით რომ ეს იქნება BMF-ის ტიტულზე ბრძოლა, ეს ჩვეულებრივი ბრძოლა არ იქნება და იქიდან გამომდინარე რომ დასტინ პორია ასრულებს თავის კარიერას, ეს გარდამავალი ქამარი შეიძლება სამუდამოდ მას დარჩეს. ზოგადად პორია თავის ზედმეტ სახელს ბრილიანტს როგორც ადამიანი მართლა ამართლებს. სანამ გადავხედავთ მის ბრძოლებს UFC-ში, მინდა გავიხსენო მისი რამოდენიმე კეთილშობილის საქმე. მოგეხსენებათ რომ მას აქვს საქველმოქმედო ფონდი, რომლითაც ის ძალიან ბევრ ადამიანს გაუხარა ცხოვრება და აი მაგალითად პანდემიის დროს თავის ქალაქ ლაფაეტში ის ეხმარებოდა კვებით ექთნებს და ექიმებს. ასევე სკოლის მოსწავლეებს ეხმარება, ის ჩუქნის მათ ახალ ჩანთებს გავსებული ყველა საჭირო ნივთით. ფონდის მეშვეობით ის თავის ქალაქში უსახკარო ქალებს და ბავშვებს ეხმარება საცხოვრებელი ადგილების ძებნაში და აშენებს პარკებს შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის. ყოველი ბრძოლის მერე ის აუქციონზე ყიდის თავის ტანსაცმელს და შემოსული თანხას ეგრევე პირდაპირ ქვემოქმედებაში უშვებს და აი მაგალითად, როდესაც ის შეერკინა ხაბიბ ნურმაგომედოვს, ორივე მებრძოლმა გაყიდეს თავისი ფორმები აუქციონზე, $160,000 შეაგროვეს, რო დაინახა დანა ვაითმა, რომ ბიჭები ესეთ კაი საქმეს აკეთებენ, $100,000 მანაც დაუმატა ზემოდან და $260,000 წავიდნენ და აფრიკაში, უგანდაში დასალევი წყლის პრობლემა მოუგვარეს მაცხოვრებლებს და ჭეები და ონკანები გაუკეთეს. მაგალითად უგანდაში მენი პაკიაოს და დასტინ პორიეს ფონდმა ერთობლივად ძალიან დიდი პროექტი აიღეს და მე მგონი 2 საავადმყოფო, 2 სკოლა და სახლები აუშენეს უსახკაროებს და გაჭირვებულ ადამიანებს. ბოლო-ბოლო როდესაც მან წააგო ჩარლზ ოლივერასთან სატიტულო ბრძოლა, ბრძოლის მერე მივიდა და უთხრა რომ აი ჩემგან $20,000 ვიციო რომ შენ ბრაზილიაში ფაველებსო გაჭირვებულებს ეხმარებიო და ეს ჩემი წილი ჩემგანო. პორიეს ფონდს თავისი ქალაქის კეთილდღეობაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი და ამიტომ ქალაქის მერმა 2021 წელს მას გადასცა ქალაქის გასაღები და 15 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა ქალაქში დასტინ პორიეს დღედ. და ეს ნახევარიც არ არის, რასაც ის უანგაროდ აკეთებს და ვინ წარმოიდგენდა, რომ ესეთი ადამიანი თავიდან იყო ლოთი ბასიაკი, ადამიანი, რომელსაც მუდმივად ჰქონდა პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან და ერთის როკიც მოიხადა იჯდა ციხეში. მოკლედ გაიცანით დასტინ პორიე, შერეული ორთაბრძოლების ბრილიანტი. დასტინ პორიე დაიბადა 1999 წელს ლუიზიანას შტატში ქალაქ ლაფაეტში. მისი წინაპრები ფრანკო-კანადელები არიან, როგორც ამ ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა. პორიე 4 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები დაშორდნენ, ამიტომ მას ბებია და დედა ზრდიდნენ. ბრილიანტი ბავშვობიდანვე აქტიური ბავშვი იყო, ის სკოლაში ჭიდაობაზე დადიოდა, თუმცა მაგ დროს უკვე უყვარდა ჩხუბი. სკოლაში მას მუდმივად თანატოლებთან კონფლიქტი ჰქონდა, საიდანაც ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ჩხუბის გამო დედამისს ხშირად იბარებდნენ სკოლაში, მაგრამ ფიცხი ბავშვის გაჩერება წარმოუდგენელი იყო. პორიე ბავშვობაში მუდმივად ჩხუბობდა ქუჩაში, რაღაცა პატარა ტურნირები ტარდებოდა ხოლმე და მოკლედ ჩემპიონი იყო, ყველაზე მაგარი ბავშვი ეს იყო და ერთხელ დედამისი იხსენებს ინტერვიუში ამბობს, რომ სახლში მოვიდაო ვიღაცა ბიჭიო, 1-2-3 წლით უფროსიო ამაზეო, ეს მაგ დროს 13 წლის იყო და გამოიწვიაო, ეგრევეო სახლში მოვიდაო, ვიციო რომ შენ ქუჩის მეფე ხარო და მინდაო შენთან ბრძოლაო. პორია რა თქმა უნდა მივიდა დედას აუხსნა, რომ უარს მე ვერ ვიტყვი ამაზეო, ეს სირცხვილი არის და გავიდა ბრძოლაზე. მან მას კბილები და ყბა მოტეხა. მოკლედ ის დაიბარეს სასამართლოში და რახან ესეთი პატარა იყო, სასამართლო მის ვერ დაიჭირა, მაგრამ წლების განმავლობაში ის იყო დაკავებული ძალიან ბევრჯერ, 7-ჯერ თუ 8-ჯერ დააკავეს და ბოლოს 15 წლის ასაკში რო იყო, ერთ-ერთი ესეთი კიდევ ვიღაცა ქუჩის მეფე გააგორა, ყბა მოტეხა და დაიჭირეს და მიუსაჯეს 9 თვე. ციხიდან რო გამოვიდა პორია, რა თქმა უნდა, სკოლას თავი დაანება და დაიწყო ფიზიკურად მუშაობა. დღისით ის ფიზიკურად მუშაობდა, საღამოს კიდევ ბარში ატარებდა დროს და პულსის დაცემამდე ლოთაობდა ყოველ დღე. და ბარში ლოთაობა კიდე რა თქმა უნდა იმ ადამიანისთვის, ვისაც ჩხუბი უყვარს, ყოველთვის თავრდებოდა სისხლიანი გარჩევებით და ჩხუბი.
პორიეს 14 წლიდან შეყვარებული ყავდა და სწორედ ამ გოგომ შეაცვლევინა აზრი და სწორ გზაზე დააყენა ის. 17 წლის ასაკში უკვე გასუქებულ პორიეს ჯოლი ძალიან ისე დაუდგა და ანეხვეწებოდა რომ შეცვალეო შენი ცხოვრებაო, მან მოусმინა თავის შეყვარებულს და დაიწყო ვარჯიში ჯერ კრივზე და მერე გადაერთო MMA-ზე და დაიწყო ბრძოლები. დღეს უფრო პორიეს UFC-ს ბრძოლებს განვიხილავთ, ამიტომ პარალელურად ჩავრთავ კადრებს ჩხუბებიდან სანამ მოხდებოდა UFC-მდე. მოკლედ ჯოლი თავის შეყვარებულ ძალიან მაგრად დაუდგა მას გვერდში, ეხმარებოდა მანქანით დაყავდა ის ბრძოლებზე, ვარჯიშებზე და ესე უბერავდა თავის შეყვარებულთან ერთად. 17 წლის ასაკში მან უკვე დაიწყო სამოყვარულო MMA, 8 ბრძოლა ჩაატარა და 8-ვე მოიგო, 18 წლის გახდა თუ არა, ეგრევე პროფესიონალებში გადავიდა და პროფესიონალებში აი ძალიან მაგრად იჩხუბა ამ 18 წლის ბიჭმა 9 ბრძოლიდან 8 ბრძოლა მოიგო და 8 ბრძოლა ფინიშით დაასრულა. ის მეცხრე ბრძოლაც მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო. ის მოღვაწეობდა ბოლოს WEC-ის პრომოუშენში და აი 2010 წელს დანა ვაიტმა ეს პრომოუშენიც იყიდა და აი ესე ავტომატურად დასტინ პორიე აღმოჩნდა UFC-ში. ეხლა კი დავიწყოთ. ნახოთ პორიეს ყველა ბრძოლა UFC-ში და ვისაც არხი არ აქვს გამოწერილი, შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი და გისურვებთ სასიამოვნო ყურებას. UFC 125-ზე 66 კილოგრამში ჟოზე ალდოს უნდა დაეცვა თავისი ტიტული ჯოშ გრისპის წინააღმდეგ, მაგრამ ბრაზილიელმა ტრავმა მიიღო და ორგანიზაციამ გრისპისთან ბრძოლა პორიეს შესთავაზა. იქამდე ბრილიანტი 70 კილოგრამში ჩხუბობდა, მაგრამ უარი არ თქვა და ერთი თვით ადრე დაიწყო წონის კლება თავისთვის ახალ დივიზიონში გამოსასვლელად. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა პორიესთვის არ იყო საპრეტენდენტო, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რადგან გრისპი სერიოზული სპორტსმენი იყო, რომელსაც ბოლო 10 შეხვედრა ზედიზედ მოგებული ჰქონდა. პორიემ თავისი დებიუტი UFC-ში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. მან იმ საღამოს თავის მოწინააღმდეგეს აჯობა ბრძოლის ყველა ასპექტში. ამ შეხვედრის მერე გრისპის 3 ბრძოლას ზედიზედ წააგებს და ბოლოს მას დაიჭერენ ცოლის ძალადობაზე და მიუზჯიან 6 წელიწადს. Almost locked it up, and here's some nasty, dirty boxing here by Poirier. The time huge. ამავე წლის ზაფხულში ისევ მსაჯების გადაწყვეტილებით პორიე დამაჯერებლად უგებს შეხვედრას ჯეისონ იანგს. წელს ბრილიანტი თავის პირველ ფინიშს აფორმებს UFC-ში, სადაც მეორე რაუნდში აღრჩობს პაბლო გარზას. და 2012 წლის 5 თებერვალს პორიე ხვდება ახალბედა დებიუტანტს მაქს ჰოლუეის. დალოცვილი მაგდროს ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი იყო UFC-ში და ძალიან ნერვიულობდა. ბრილიანტმა ის 3 წუთში დააფინიშა ხელზე მტკივნეული ილეთით და პირველი ბონუსი მოიპოვა. 2012 წლის 16 მაისს ბრილიანტი ჩან სუნ გიონგს ხვდება. ეს კორეელი ზომბის მესამე ბრძოლა იყო UFC-ში. მან თავი გამოიჩინა ძალიან კარგად წინა ორ ბრძოლაში, სადაც ჯერ ეფექტურად დაახჩო ლეონარდ გარსია და მერე შეხვდა მარკ ჰომენიკს, სადაც UFC-ის რეკორდი მოხსნა და 7 წამში დაანოკაუტა ის. 4 რაუნდი მებრძოლები ცდილობდნენ ერთმანეთის დაფინიშებას, უფრო ზომბი ცდილობდა ამას. ჩან სუნგი უკეთესი იყო და ბოლოს მოაყოლა ბრილიანტი დარსში და დაახჩო ის. ამის მერე კორეელი ზომბი სატიტულო შეხვედრას გამართავს ჟოზე ალდოსთან, მაგდოს ალდოსთან მოგების შანსები არავის ჰქონდა. ბრაზილიელმა ის მეოთხე რაუნდში დაანოკაუტა. ამ მარცხის მერე მზადებაში პორიემ ბევრი რამე შეცვალა. პირველ რიგში ის გადავიდა სავარჯიშოდ ფლორიდაში და მივიდა ლეგენდარულ ამერიკან ტოპ ტიმის დარბაზში. მას იქ მოქმედი სპორტსმენი მაიკ ბრაუნი დაუდგა გვერდში. ბრაუნმა ბევრი ისეთი რამ მასწავლა, რაც აქამდე არასდროს არ გამიგია. ასეთ პროფესიონალთან მუშაობა დიდი გამოცდილება და წინ გადადგმული ლამბიჯია. მე მისი დიდი მადლიერი ვარ გაწეული შრომისთვის. 7-თვიანი მზადების შემდეგ ბრილიანტი ხვდება ჯონატან ბრუკინს, რომელიც იყო Ultimate Fighter-ის გამარჯვებული და პირველივე რაუნდში იგებს შეხვედრას ზუსტად ისე, როგორც მან წააგო წინა შეხვედრა ზომბისთან.
2013 წლის 17 თებერვალს UFC ერთი თვით ადრე მოულოდნელად პორიეს ახვედრებს კაპ სვონსონს. იმის მიუხედავად, რომ მას ცოტა დრო ჰქონდა მოსამზადებლად, ის ამ გამოწვევას მაინც იღებს. სვონსონი მაგ დროს პორიეზე ბევრად გამოცდილი იყო. UFC-ში 3 ზედიზედ გამარჯვებით იბრძოდა. აღსანიშნავია, რომ მან ბოლო შეხვედრა ნოკაუტით მოუგო მომავალ ჩემპიონ ჩარლზ ოლივერას. ამ შეხვედრაში პორიემ კარგად იბრძოლა, მაგრამ სვონსონის გამოცდილებამ მაინც დიდი როლი ითამაშა და შერკინება დასრულდა კაპ სვონსონის გამარჯვებით. ამ მარცხის მერე ბრილიანტი დაბრუნდა ლაფაეტში. ის იმ დროს კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მაგრამ საქმეში ჩაერია მისი მეუღლე. ჯოლიმ თავი დაანება სამედიცინო კოლეჯში სწავლას, ჩაისვა პორიე მანქანაში და წაიყვანა ის ფლორიდაში. ასეთი მხარდაჭერით ბრილიანტმა გააგრძელა მზადება და ამავე წლის სექტემბერში შეხვდა რეიტინგით მე-10 ნომერს ერიკ კოჩს. ეს შერკინება მან დიდი უპირატესობით გადაწყვეტილებით მოიგო. 4 თვეში ბრილიანტი ოქტაგონზე იდგა დიეგო ბრანდაოს წინააღმდეგ. ბრაზილიელი იყო Ultimate Fighter-ის გამარჯვებული და UFC-ში მაგ მომენტისათვის 3 ზედიზედ გამარჯვება ჰქონდა. პორიემ თავისი მეტოქე პირველივე რაუნდის ბოლოს დააფინიშა, რითიც მოიპოვა თავისი პირველი ნოკაუტი UFC-ში და ასევე მოიპოვა ბონუსი. Poirier 2014 წელს ბრილიანტი ხვდება აკირა კორასანის, რომელსაც UFC-ში წაგება არ უნახია. ამ შეხვედრაში პორიე ბევრად უკეთესი იყო და მეორე რაუნდის დასაწყისშივე მან დაანოკაუტა თავისი ოპონენტი. ამ გამარჯვების სერიამ პორიემ რეიტინგში მე-5 ადგილზე წამოწია. მას ძალიან უნდოდა კაპ სვონსონთან რევანშის გამართვა, მაგრამ ორგანიზაციამ მას გიჟი ირლანდიელი შეახვედრა. მაკგრეგორი მაგ დროს UFC-ში ახალბედა იყო. მას ორგანიზაციაში სულ 3 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და 3-ვე მოგებული. ირლანდიელმა ტრადიციულად ფსიქოლოგიური განადგურებით დაიწყო. პორიემ ამ ტრეშ-ტოქს ვერ გაუძლო და შეხვედრაზე ძალიან აჭრილი იყო. ზოგადად მებრძოლის მენტალური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამით იყო ცნობილი კონორი. ის ბრძოლამდე ისე შლიდა ნერვებზე მეტოქეებს, რომ ისინი რინგზე უკვე გამზადებულები იდგნენ ნოკაუტისთვის და ამ შეხვედრაშიც იგივე მოხდა. ირლანდიელს ნოკაუტისთვის 2 წუთზე ნაკლები დაჭირდა. წინასწარ გეტყვით, რომ მომავალში სწორედ რომ პორიე დაასრულებს ირლანდიელის კარიერას UFC-ში, მაგრამ ამაზე მოგიყვებით ცოტა მოგვიანებით. ამ შეხვედრის მერე კონორს საჩემპიონო კარები გაეხსნა UFC-ში. დასტინ პორიემ კი გადაწყვიტა 70 კილოგრამში ასვლა, სადაც სადებიუტო ბრძოლა თავისთვის ახალ კატეგორიაში გამართა დიეგო ფერეირასთან. ბრილიანტმა თავისი პირველი შეხვედრა 70 კილოგრამში პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოიგო. ორთვეში ბრილიანტი ხვდება იანსი მედეირას და ამ მებრძოლსაც პირველივე რაუნდში ანოკაუტებს. Poirier 2016 წელი პორიემ დაიწყო ჯოდაფისთან შეხვედრით. ირლანდიელი ამ მომავალი ვარსკვლავი იყო, მას UFC-ში სულ 2 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და 2-ვე მოგებული. ირლანდიელი ცნობილი იყო იმით, რომ ის ბოლო ადამიანი იყო, რომელმაც UFC-მდე დააფინიშა მაკგრეგორი და ამ შეხვედრაში ფავორიტად ითვლებოდა. ეს 3 რაუნდიანი შერკინება იყო. დაფინ ბრძოლის დროს პორიეს ცხვირიც კი გაუტეხა, მაგრამ ბრილიანტმა ჩართო თავისი ჭიდაობა და ეს შეხვედრა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. შემდეგი იყო ბობი გრინი. პორიემის პირველივე რაუნდის მე-3 წუთზე დაანოკაუტა.
ამ გამარჯვების მერე პორიე რეიტინგში მერვე ნომერი გახდა და 2016 წლის სექტემბერში შეხვდა დივიზიონის მე-10 ნომერს მაიკლ ჯონსონს. ამ ბრძოლას ბრილიანტი წააგებს ნოკაუტით და რეიტინგში დაიხევს მე-10 ადგილზე. 2017 წლის თებერვალში პორიე ვეტერან ჯიმ მილერს ხვდება. ეს ძალიან თანაბარი შერკინება იყო, რომელიც პორიემ მოიგო. ორმსაჯმა გამარჯვება ბრილიანტს მიანიჭა, მესამემ კი საერთოდ ფრედ აწერა. ვეტერანმა ლოუ-ქიკებით ისე დაცხრილა პორიეს ფეხები, რომ შეხვედრის ბოლოს ის ფეხზეც კი ვერ იდგა. კარიერაში მე ბევრი ბრძოლა ჩამიტარებია, მაგრამ ესეთი ძლიერი ტკივილი არასდროს მიგუძნია. მილერმა გამინადგურა წვივები. ამასობაში კონორ მაკგრეგორმა 66 კილოგრამში დაანოკაუტა ჩად მენდესი და გახდა UFC-ს ჩემპიონი. მერე დაანოკაუტა 13 წამში დაუმარცხებელი ჟოზე ალდო და დაიცვა თავისი ტიტული. ირლანდიელმაც გადაწყვიტა პორიესთან 70 კილოგრამში ასვლა მეორე ქამრისთვის. კონორმა ახალ წონით კატეგორიაში პირველი შეხვედრა ნეით დიასთან წააგო საბმიშენით. სამ თვეში UFC-მ კონორს დიასთან რევანშის ჩატარების საშუალება მისცა, სადაც ირლანდიელმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო. ის ეგრევე შეხვდა სატიტულო ბრძოლით მოქმედ ჩემპიონს 70 კილოგრამში ედი ალვარეს და პირველივე რაუნდში დაანოკაუტა ის და გახდა დივიზიონის ჩემპიონი. ამ მარცხის მერე ალვარესი შეხვდა დასტინ პორიეს. ბრილიანტმა ამ ბრძოლაში თავიდანვე დაიწყო აქტივობა და დისტანციიდან დაცხრილა. მეორე რაუნდის შუაში ედი რამოდენიმეჯერ კარგად შეირყა, მაგრამ გადაურჩა ამ თავდასხმას და შემოატრიალა ბრძოლა. ალვარესი ისეთ ეიფორიაში იყო, რომ ვერც კი შეამჩნია თავისი არალეგალური მუხლების დარტყმა და ეს შეხვედრა მსაჯებმა საერთოდ გააუქმეს. შემდეგი ბრილიანტის ოპონენტი 2017 წელს იყო UFC-ს ყოფილი ჩემპიონი ენტონი პეტისი. ეს იყო ნამდვილი სისხლიანი ჩეხაობა, სადაც არც ერთი მებრძოლი არ აპირებდა შეხვედრის დათმობას. თუმცა პორიე მესამე რაუნდში პეტის ნეკნი მოტეხა და მოიგო ეს შეხვედრა. Both guys with a brown belt Brazilian Jiu trying to clear his eyes, but he can't really clear them himself. Wow, that is where it's going right now. And now Paz with some elbows. Another big elbow for Pet. Sense of urgency here in this fight. Back and forth we fight. Neutral corner. Final seconds of round two. Anthony's got to get out of it. Got his arm ground and pound here from Dustin. Wow, what a troll here from Dustin. Stays on top, gets him out. Not impressive. What happened? That's the end of the fight. Not sure if it was a tap from Anthony Pettis. Showtime Pettis did too. Diamond Porian. 2018 წელი პორიემ დაიწყო ჯასტინ გეიჯისთან ჩეხაობით. ორივე სპორტსმენი იყო სტრაიკერი, ამიტომ შერეული ორთა ბრძოლების ხომაგები სანახაობრივ ბრძოლას ელოდნენ და ასეც მოხდა. ამ შეხვედრის პირველი რაუნდი მებრძოლებმა ეგრევე დარტყმების გაცვლით დაიწყეს. ეს იყო 5 წუთიანი ომი ჭიდაობის გარეშე, სადაც ბრილიანტი იყო შედარებით უკეთესი. მან ამ რაუნდში ჯასტინს წარბი გაუხია და თავის სასარგებლოდ დაასრულა ამ ბრძოლის ეს მონაკვეთი. ომი გაგრძელდა მეორე რაუნდშიც. აქაც მებრძოლებმა მთელი ბრძოლის მონაკვეთი დგომში ჩეხაობით გაატარეს, სადაც ბრილიანტი კვლავ შედარებით უკეთესი იყო. ერთი მომენტი გეიჯიმ პორიეს თვალებში თითები წაარტყა. ბრილიანტს შეეძლო აღარ გაეგრძელებინა შეხვედრა, მაგრამ ესეთი საქციელი არაა დასტინის სტილი. ბრძოლა ისევ გაგრძელდა. ამ შეხვედრის ყურება იყო ერთი დიდი სიამოვნება. მაყურებლები ემოციებისგან ფეხზე იდგნენ. მებრძოლები კი ყოველ წამს ახალ შეტევებით ცდილობდნენ ერთმანეთის დანოკაუტებას. Poirier got a good stance. Nice combination. Swelling it around that right knee. Nice. Heavy on his right there. Good elbow by Gaethje. Gaethje. შერეული ორთა ბრძოლების ზეიმი მესამე რაუნდშიც გაგრძელდა. აქ უკვე პორიეს პირველი ეფექტური ტეიქდაუნიც ვნახეთ გეიჯის დამაზიანებელი დარტყმებიც და მეორეჯერ თვალებში თითების გასროლა გეიჯის მხრიდან. ორივე სპორტსმენი ბოლო ამოსუნთქვამდე ჩეხაობდა და თუ წინა ორ რაუნდში ბრილიანტი უკეთესი იყო, ამ შეხვედრის მესამე მონაკვეთში მცირე უპირატესობა ჯასტინ გეიჯის მხარეს იყო. მეოთხე რაუნდში პორიემ მოახერხა 33 წამში გეიჯის დანოკაუტება და დაასრულა ეს შთამბეჭდავი შეხვედრა. ეს შერკინება UFC-ს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ბრძოლა. მებრძოლებმა ორივემ UFC-სგან ბონუსები მიიღეს. ეს შეხვედრა კი გახდა 'Dana, წლის საუკეთესო ბრძოლა. Sean, Khabib. Khabib, 33 years ago, took it over by KC. 33 years ago. Sean, Khabib. 33 years ago, took it over by KC. 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 33
Let's fucking go! It's time! ეს იყო 70 კილოგრამის დივიზიონის ოქროს ერა UFC-ში. 2016 წელს მაგრეგორმა ედი ალვარეს მოუგრო სატიტულო ბრძოლა და გახდა ახალი ჩემპიონი ამ დივიზიონში, მაგრამ მან დაამუხრუჭა ეს დივიზიონი, იმიტომ რომ ამ ბრძოლის მერე მან დაიწყო მზადება კრივში, იმიტომ რომ 2017 წელს ის უნდა შეხვედროდა ფლოიდ მეივეზერს. კონზე იყო $100 მილიონი, ამიტომ ნამდვილად არ გააგრძელებდა ის UFC-ში ჩხუბს, იმიტომ რომ ყველას მოგეხსენებათ კონორს რამაგრა ევასება ფული. ის დაბრუნდება კი 2018 წელს, მაგრამ ამდენხანს UFC ვერ გააჩერებდა ამ ტიტულს ესე და მოკლედ გაათამაშა UFC-მ ეს ვაკანტური ტიტული. თავდაპირველად ტიტულზე უნდა ებრძოლათ ხაბიბ ნურმაგომედოვს და ტონი ფერგუსონს, მაგრამ ეს შეხვედრა რამოდენიმეჯერ ჩაიშალა და ბოლოს ფერგუსონის მუხლის ტრავმის გამო საერთოდ საბოლოოდ ჩაიშალა და 66 კილოგრამიდან ამოვიდა მაქს ჰოლოვეი ტიტულზე საჩხუბრად ხაბიბ ნურმაგომედოვთან, მაგრამ ეს ბრძოლაც ჩაიშალა, იმიტომ რომ წონის კლების დროს მაქს ჰოლოვეის რაღაცა პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან და ექიმებმა ის არ გაუშვეს და UFC-მ ხაბიბს ელ კვინტა შეახვედრა. ეს იყო 5 რაუნდიანი ბრძოლა, სადაც ხაბიბმა მოიგო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და გახდა ახალი UFC-ს ჩემპიონი 70 კილოგრამში. წესით ამ ყველაფრის მერე ხაბიბს უნდა შეხვედროდა პორიე, მაგრამ დანა ვაითმა დაამუხრუჭა ეს ყველაფერი და იმიტომ რომ კონორ მაგრეგორი ბრუნდებოდა და ჩვენ ყველა ვიცით როგორ უყვარს დანა ვაითს კონორ მაგრეგორი, თან იცოდა მაგარი ფული გათამაშდებოდა და მოკლედ დასტინ პორიეს უთხრა რომ შენ დაუმთავრებელი საქმეები გაქვს ედი ალვარესთან და მიდიო ჯერ ედი ალვარეს შეხვდით. გახსოვთ წინა შეხვედრა ამ სპორტსმენებს შორის ჩაიშალა, რადგან ალვარესმა არალეგალური დარტყმა განახორციელა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო, რადგან ამ შეხვედრაში გამარჯვებულები შეხვდებოდნენ ხაბიბს და კონორს შორის გამარჯვებულს საჩემპიონო კამარზე. ორივე სპორტსმენი ხვდებოდა თუ რა მნიშვნელოვანი იყო ამ შეხვედრაში გამარჯვება, ამიტომ პირველი რაუნდი მებრძოლები ფრთხილობდნენ და მთლიანად ეს მონაკვეთი გაატარეს დაზვერვაში. მეორე რაუნდი ალვარესმა უძლიერესი ბექფისტით დაიწყო. ის ძალიან დამაჯერებლად იბრძოდა, მაგრამ პორიემ ალვარესი გელიოტინით გააჩერა. მართალია ბრილიანტმა ის ვერ დაახრჩო, მაგრამ საგრძნობლად დაუწია ალვარეს თავდაჯერებულობა. ალვარესმა ერთი მომენტი ბრილიანტის დახრჩობა განიძრახა, მაგრამ რომ არ გამოუვიდა, მან მოინდომა კიდევ ერთხელ არალეგალური ილეთით მოგება. თუმცა მსაჯმა დაინახა ეს მცდელობა, გააჩერა შეხვედრა, სიტყვიერად გააფრთხილა ის და ბრძოლა გაგრძელდა დგომში. ხო და სწორედ ამის მერე დასტინ პორიე დაიქოქა. მან გადაუარა თავის მეტოქეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ის ალვარეს კომბინაციაზე უტარებდა და ბოლოს მსაჯმა გააჩერა ეს თავდასხმა. ბრილიანტმა ეს შეხვედრა მეორე რაუნდის ბოლოს ნოკაუტით მოიგო. By TKO, Dustin the Diamond I told you so! I told you so! არასდროს დავიხე უკან. მე აქ მოვკვდები, ყოველდღე ვცხოვრო ბრძოლისთვის, სულით ხორცამდე ვარ მებრძოლი და არასდროს დავნებდები. ედი ალვარესი, ყოფილი ჩემპიონი, ენტონი პეტისი, ყოფილი ჩემპიონი, ჯასტინ გეიჯი. 4 ჩემპიონს მოუგე, კიდევ რა უნდა გავაკეთო? ეს ჩემი 23 ბრძოლა იყო UFC-ში. ხაბიბ, სად ხარ? Come on, man! Khabibi, where you at? ამასობაში ხაბიბმა შემოდგომით დაიცვა თავისი ტიტული მაგრეგორის წინააღმდეგ და დაახრჩო ის და ამ ყველაფრის მერე დაიწყო იქ არეულობა. ხაბიბი გალიიდან გადაძვრა და თავს დაესხა მაგრეგორის გუნდის წევრებს. ხაბიბის გუნდის წევრები შემოვარდნენ ოქტაგონში და დაუშვეს მაგრეგორს. მოკლედ ძალიან დიდი არეულობა მოხდა და UFC-მ ხაბიბის დისკვალიფიკაცია მისცეს 9 თვით და $500,000 დააჯარიმეს ის. კამარი არ წაართვეს, არ გახადეს ვაკანტური, მაგრამ 9 თვეს არავინ არ დაელოდებოდა და UFC-მ გამოაცხადა დროებითი ტიტული და დაპატიჟა ამ დროებით ტიტულზე დასტინ პორიე და მაქს ჰოლოვეი. ჰოლოვეი მაგ დროისათვის დაუმარცხებელი იყო 66 კილოგრამში, მან გადაუარა საერთოდ სულ ყველა თავის მეტოქეს. მან მოიპოვა კამარი, 3-ჯერ დაიცვა ეს კამარი და რაც თავარია რეკორდი მოხსნა სერიებით, გამარჯვებების სერიებით, ზედიზედ 13 ბრძოლა მოიგო და ამოვიდა 70 კილოგრამში პორიესთან საჩხუბრად ამ დროებით ტიტულზე. პირველი შეხვედრა გვახსოვს პორიემ მოუგო მაქს ჰოლოვეის, მაგრამ ეხლა ოქტაგონში იდგა ჰოლოვეის ახალი ვერსია, რაღაცა ნადირული ვერსია.
ეს იყო კიდევ ერთი ულამაზესი ჩხუბი, რომელიც UFC-ის ისტორიაში დარჩება სამუდამოდ. რა ხდება, როცა ოქტაგონში ორი სტრაიკერი ხვდება ერთმანეთს? რა თქმა უნდა, უმოწყალო ჩეხაობა. და აი ბრძოლა დაიწყო. ბრილიანტი პირველივე რაუნდში დომინირებდა. მან ძალიან მაგრად იჩხუბა და ერთი მომენტი უკვე ყველას ეგონა, რომ ჰოლოუეი პირველად თავის კარიერაში წააგებს ნოკაუტით. მაგრამ ჰავაელმა ყველას დაუმტკიცა, რომ მისი გათიშვა არარეალურია. ის ამის უფლებას მომავალში მხოლოდ ილია თოფურიას მისცემს. იმის მიუხედავად, რომ ეს რაუნდი უპირობოდ დასტინ პორიემ თავის სასარგებლოდ დაასრულა, ჰოლოუეი მაინც არ ნებდებოდა და რამოდენიმეჯერ მაინც გამოიჩინა თავი. პირველ რაუნდთან შედარებით მეორე უფრო თანაბარი იყო. ინიციატივა გადადიოდა ხან ერთი მებრძოლის მხარეს, ხან მეორის. თუმცა რაუნდის ბოლოს პორემ რამოდენიმე კარგი კომბინაცია გაუტარა ჰოლოუეის და ეს ბრძოლის მონაკვეთი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მესამე რაუნდში მებრძოლებმა გააგრძელეს ომი. ორივე სპორტსმენს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეჩინა თავი ამ უმოწყალო ჩხუბში. თუ პირველი ორი რაუნდი პორიე უკეთესი იყო, ამ ბრძოლის მონაკვეთში ყველაფერი შეიცვალა. ეს იყო თანაბარი ჩეხაობა, სადაც ჰოლოუეი მცირე, მაგრამ უპირატესობით წინ იყო. მეოთხე რაუნდში პორიემ თავიდანვე გადაიყვანა ჰავაელი მიწაზე, მაგრამ მაქსიმას გაექცა და ერთი ეფექტური მუხლიც უთავაზა. შეხვედრა დაუბრუნდა ისევ ვერტიკალურ მდგომარეობას და ჰავაელმა დაიწყო თავისი ოპონენტის დაცხრილვა. ამ რაუნდის პირველ მონაკვეთში ჰავაელი უკეთესი იყო, მეორეში კი პორიემ გადაიბარა აქტივობა და დაიწყო დომინირება. მაქსის სახე მთლიანად სისხლში იყო, მაგრამ ის ერთი წამითაც უკან არ იხევდა. აღსანიშნავი ამ ბრძოლაში ის არის, რომ შეხვედრის დროს სპორტსმენები ერთმანეთის განადგურებას ცდილობდნენ, მაგრამ გონგის მერე ისინი ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამოხატავდნენ. სწორედ ამიტომ ამ სპორტის ქომაგებს ორივე მებრძოლი ძალიან მაგრად უყვართ. სისხლიანი ჩეხაობა მეხუთე რაუნდშიც გაგრძელდა. 25 წუთის განმავლობაში სპორტსმენებმა დგომში იჩხუბეს გაჩერების გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე სპორტსმენი ძალიან გამძლეა და მათი კარდიო სულ სხვა დონეზეა. ამ რაუნდში ჰოლოუეის შუბლიდან მთელი შეხვედრა სისხლი ჩქებდა, რომელიც მას უშლიდა ხედვაში, მაგრამ ის მაინც ახერხებდა ჩხუბს. ეს იყო უდაოდ წლის ბრძოლა, სადაც სპორტსმენებმა უმაგრესი შეხვედრა შემოგთავაზეს. თითოეულ მათგანმა ოქტაგონში მაქსიმუმი გააკეთეს. პორიემ 4 რაუნდი თავის სასარგებლოდ წამოიღო და ეს შეხვედრა მოიგო. როგორც იქნა მის წელზე, ასე ნანატრი ხამარი აღმოჩნდა. მართალია ეს დროებითი ტიტული იყო, მაგრამ იმ დღეს ბრილიანტი 70 კილოგრამში საუკეთესო იყო. Rogan, ეს ჩემი ხამარია, ძმაო, მე ეს ტიტული სისხლით და ოფლით დავიმსახურე. ამ გამარჯვებას მე ჩემს მეუღლეს ვუძღვნი. ის მე 10 წელზე მეტი მედგა გვერდში, როდესაც მე ჩემს თავში ეჭვმეპარებოდა, მას მაინც ჯეროდა ჩემი. ჩვენ ერთად ვამაყობთ ამ მიღწევით, მის გარეშე მე აქ არ ვიდგებოდი. ამასობაში ჰაბიბს დაუმთავრდა დისკვალიფიკაციის პერიოდი და ის დაბრუნდა თავისი ხამრის დასაცავად, სადაც მას ბრილიანტი დახვდა დროებით ტიტულით. ეს შეხვედრა ჰაბიბის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა პორიემ შეძლო ერთი პერიოდი დარტყმების კომბინაციით ისე შეეტია, რომ ჰაბიბი უკან დაიხია. ერთი მომენტი ბრილიანტმა მეტოქის კისერზე ძალიან ეფექტური ჰელიოტინა შეკრა და კინაღამ დააფინიშა ნურმაგომედოვი, მაგრამ ჰაბიბი გამოძვრა და მესამე რაუნდში დაახრჩო პორიემ. ამ მარცხის მერე პორიემ პატარა პაუზა აიღო. ის თავის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობაზე გადაერთო, დროს უთმობდა თავის ოჯახს და საკუთარი ბიზნესის განვითარებას. 2020 წელს პორიე მოულოდნელად უბრუნდება UFC-ს და ხვდება რეიტინგის მეხუთე ნომერს დენ ჰუკერს. ამ შეხვედრამდე ჰუკერი უპატივცემლოდ მოიხსენიებდა ინტერვიუებში ბრილიანტს და გაიძახდა, რომ ის შეშინებულია, რადგან იცის, რომ პორიეს შანსი არ აქვს მასთან. საქმეზე კი ყველაფერი პირიქით მოხდა. ბრძოლა 25 წუთს გრძელდებოდა და ბრილიანტმა მოიგო ეს შეხვედრა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.
ამასობაში ხაბიბმა კიდევ ერთხელ დაიცვა თავისი ტიტული ჯასტინ გეიჯისთან მოუგომას და საერთოდ დაასრულა თავისი კარიერა UFC-ში და ორგანიზაციამ სატიტულო ბრძოლა შესთავაზა ჩარლზ ოლივერას და დასტინ პორიეს. მაგრამ დასტინ პორიემ უარი განაცხადა და უარი იმიტომ განაცხადა, რომ იცოდა, რომ მაგრეგორი ბრუნდებოდა ამ წელს UFC-ში და არჩია მაგრეგორთან ჩხუბი, იმიტომ რომ მათ ჩხუბში ის გააკეთებდა ძალიან მაგარ ბრძოლას. შეგიძლიათ ნახოთ ჩემს არხზე ჩარლზ ოლივერაზე ვიდეო და უფრო ცლად მაქვს იქ ახსნილი ეს ბრძოლა. ამ ხელა შესვენების მერე მაგრეგორი თითქოს სხვანაირი იყო. ის არ უტრაკებდა პრესკონფერენციაზე ბრილიანტს და მეტიც, ის მას პატივისცემით ექცეოდა, რაც ძალიან გასაკვირი იყო კონორის მხრიდან. 2021 წლის 24 იანვარს კონორი და პორიე შეხვდნენ ერთმანეთს სარევანშო ბრძოლით 7 წლის მერე. წინა შეხვედრა ალბათ ყველას გახსოვს. ირლანდიელმა ბრილიანტი დაანოკაუტა. ამჯერად კი ყველაფერი შეიცვალა და პორიემ ნოტარიუსი მეოთხე რაუნდში დააფინიშა. რამოდენიმე თვეში UFC მაგრეგორს კიდევ მისცა რევანშის საშუალება პორიესთან, მაგრამ ეხლა სულ სხვა კონორი იდგა, ის ძველი კონორი იდგა პორიეს წინააღმდეგ. ის იყო ძალიან უზრდელი შეურაცხყოფას აყენებდა პორიეს, მოკლედ პრესკონფერენციაზე აგინებდა, თავის ცოლზე იძახდა რაღაცეებს, მწერსო შენი ცოლია და რაღაცეებიო და მოკლედ ძველი კონორი დაგვიბრუნდა და ამის გამო პორიემ დასაჯა ის ბრძოლაში კონორმა ფეხი გადაიბრუნა და მოკლედ ექიმებმა აღარ გაუშვეს ის და ეს ბრძოლა ნოკაუტით გაიფორმა დასტინ პორიემ. კონორთან ამ ორ ჩხუბში პორიემ $8 მილიონი გამოიმუშავა და პლუს ამას ბონუსად დაეცა მას სატიტულო ბრძოლა ჩარლზ ოლივერასთან. სამწუხაროდ ჩარლზ ოლივერასთან მან ვერ მოიგო ეს ბრძოლა, ოლივერამ მას საბმიშენით მოუგო და მაინც ფარხმალი არ დაყარა ჩვენმა ბრილიანტმა და 2022 წელს ის შეხვდა სოფიან მაიკლ ჩენდლერს. ჩენდლერი მაგდროს იყო თავისი ფორმის პიკში. ის UFC-ში სანამ მოხდებოდა იყო ბელატორის ჩემპიონი. პირველი შეხვედრა UFC-ში მან დენ ჰუკერთან მოიგო ნოკაუტით. მერე წააგო სატიტულო შეხვედრა ოლივერასთან. ჯასტინ გეიჯისთან თანაბრად იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო და ბოლო ბრძოლაში მან ტონი ფერგიუსონი გათიშა. ის ნამდვილად არ იყო მსუბუქი მეტოქე. ეს შეხვედრა გრძელდებოდა 3 რაუნდს. პირველივე რაუნდში ჩენდლერი აგრესიულად თავს დაესხა ბრილიანტს. მან ორჯერ ეფექტურად გადაიყვანა გდებით მეტოქე მიწაზე და დგომშიც ბევრად აქტიურად ჩეხაობდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაიკლი ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ რაუნდის ბოლო პორიე გააქტიურდა და გაუშვა ის ნოკდაუნში. რის მერეც დაიწყო ჩენდლერის განადგურება, თუმცა გონგმა ბრილიანტს არ მისცა საშუალება ეს შეხვედრა დროზე ადრე დაესრულებინა. მეორე რაუნდში გასისხლიანებულ ჩენდლერმა ეფექტურად გადაიყვანა ბრილიანტი მიწაზე და შეაჯდა მას ზემოდან. ის ძალიან ჭუჭყიანი ხრიკებით ცდილობდა პორიეს წყობრიდან გამოყვანას. როდესაც მაიკლი ზემოდან იყო, მან პორიეს სახეში სისხლი შეაფურთხა სპეციალურად. ეს ძალიან არასწორი საქციელია, მაგრამ საჯი ამის გამო ბრძოლას ვერ გააჩერებდა. პორიეს მოუწია შემოტრიალება და ჩენდლერმა ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვა და უკნიდან მას მახრჩობელა შეუკრა. შემდეგ ჩენდლერმა კიდევ იჩათლახა და დაუწყო პორიეს კეფაში ჩარტყმა, რაც UFC-ში აკრძალულია. საჯმა არ გააჩერა ის, მაგრამ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. აი ასეთი ჭუჭყიანი მეთოდებით ჩენდლერმა ეს რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მესამე რაუნდში ჩენდლერმა კიდევ ეცადა პორიეს მიწაზე გადაყვანა, მაგრამ ბრილიანტმა მოახერხა ზურგიდან მასზე აკიდება, სადაც ისე შეუკრა უკნიდან ფეხები, რომ პორიეს მოცილება გახდა წარმოუდგენელი. ზუსტად ამ პოზაში დაახრჩო ბრილიანტმა თავისი მეტოქე. აი ასეთი ჭუჭყიანი ბრძოლა გვაჩვენა ჩენდლერმა. მე ინტერვიუში პორიე იძახის, რომ დახრჩობის დროს მანო ხელი ჩამიყო პირშიო და მეცო რა უნდა მექნაო, ავიღეო და ძალიან მაგრად უკმინეო. მოკლედ ჭუჭყიანი ბრძოლა კი იყო, მაგრამ მაგარი აქტიური და ლამაზი ჩხუბი იყო, ესეთი აგრესიული. ამ ყველაფრის მერე პორიეს ახლო მეგობარმა ხორხე მასვიდალმა დაასრულა თავისი კარიერა და გახადა BMF-ის ტიტული ვაკანტური.
იყო და UFC-მ ეგრევე მოუგვარა ამ ტიტულს მეტოქეები, ეს იყო დასტინ პორიე და ჯასტინ გეიჯი. ისინი მეორეჯერ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ სამწუხაროდ პირველი ბრძოლა კი პორიემ მოუგო, მაგრამ მეორე ბრძოლაში უკვე 34 წლის ასაკში პორიემ ძიმე ნოკაუტში წავიდა და წააგო ეს ბრძოლა. მაგდროს უკვე ყველა ფიქრობდა, რომ პორიემ დაასრულა თავისი კარიერა, მაგრამ არა. მას კიდევ წინ ელოდა სატიტულო ბრძოლა ისლამ მახაჩევთან, მაგრამ სანამ ისლამ მახაჩევამდე მივიდოდა, მას სჭირდებოდა ერთი გამარჯვება ახალ ბედა პრინციპში, მაგრამ ძალიან პერსპექტიულ ფრანკთან. ბენუა სენ-დენისი UFC-ში 5 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა და რაც თავარია 5-ვე ბრძოლა მან ფინიშით მოიგო და მოკლედ აი შეხვდნენ ეს ფრანგი და ჩვენი ბრილიანტი და წავიდა ჩეხაობა. მოკლედ ამ ბრძოლაში ყველაფერი იყო რა, ჩეხაობა, ჭიდაობა, საბმიშენები, არმბარები, ბიჭებმა ძალიან მაგრად იჩხუბეს, მაგრამ მეორე რაუნდში დასტინ პორიემ გაანადგურა ფრანგი მებრძოლი და მოიპოვა ახალი სატიტულო ბრძოლის უფლება ისლამ მახაჩევთან. 2024 წლის ზაფხულში დასტინ პორიე შეხვდა თავის ბოლო სატიტულო ბრძოლაში pound for pound-ის რეიტინგის პირველ ნომერს და მოქმედ ჩემპიონს ისლამ მახაჩევს. პირველივე რაუნდის დასაწყისშივე მებრძოლებმა გაცვალეს დარტყმები და დაღესტნელმა თეიქდაუნით გადაიყვანა ბრილიანტი მიწაზე. გარშემო მაყურებელი უკმაყოფილო იყო, ისლამა ეცადა კიმურაზე გასვლა, მაგრამ პორიე მას გაექცა და მოყვა მისთვის წამგებიან პოზიციაში. რაუნდის ბოლომდე არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. სამივე მსაჯმა ეს ბრძოლის მონაკვეთი ისლამს მიუსაჯა, რადგან ის პორიეს რაუნდის ბოლომდე პარტერში აკონტროლებდა. მახაჩევი მთელი მეორე რაუნდი ცდილობდა ბრილიანტის მიწაზე გადაყვანას, მაგრამ ის ამას ვერაფრით ვერ ახერხებდა, ამიტომ ბრძოლა ძირითადად დგომში წარიმართა. რაუნდის ბოლო წამებზე დაღესტნელმა მაინც შეძლო ბრილიანტის გადაყვანა და გაისმა გონგის ხმა. ამ რაუნდში ორ მსაჯმა პორიეს მისცა მცირე გამარჯვება, ერთმა კი ისლამს. მესამე რაუნდში მახაჩევმა შეძლო რამოდენიმეჯერ თავიდან მუხლით დარტყმის შესრულება და ისევ გადაიყვანა პორიე მიწაზე, სადაც უკინა ნაეკიდა ტრადიციულად. შუა რაუნდში დაღესტნელმა შეცვალა პოზიცია და პორიემ შეძლო ადგომა. დარჩენილი დრო მებრძოლებმა დგომში გაატარეს, სადაც ორივემ შეძლო სათავისოდ ქულების აკრეფა. ამ ბრძოლის მონაკვეთში სამივე მსაჯმა უპირატესობა ისლამს მიანიჭა. მეოთხე რაუნდი მთლიანად დგომში წარიმართა, თუ არ ჩავთვალეთ რამოდენიმე კლინჩს ბადესთან. დასტინ პორიემ იდაყვით მოახერხა ისლამის შუბლის დაზიანება, რის გამოც დაღესტნელის სახე რაუნდის ბოლომდე იყო გასისხლიანებული. აი ეს რაუნდი უკვე ყველაზე სანახაობრივი იყო, ორივემ მოასწრო ჩეხაობა და მსაჯებმა მცირე უპირატესობით პორიეს მეტი ქულები მიუსაჯეს. მეხუთე რაუნდი სამ ტემპში რო წარმართულიყო, დასტინ პორიეს ჰქონდა შანსი მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო ეს ბრძოლა და გამხდარიყო ამ დივიზიონის ჩემპიონი. თავიდან თითქოს ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, მაგრამ დაღესტნელმა შეძლო ბრილიანტის წაქცევა და აი აქ უკვე მახაჩევმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და დააფინიშა ის დარსში. რა თქმა უნდა დასანანია პორიემეს ბოლო შანსიც რომ ვერ გამოიყენა, მაგრამ ის ბევრისთვის არის ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც არასდროს უკან არ იხევდა და ამ თავისი კარიერის დასრულების შემდეგ ამბობენ, რომ UFC მას შეიყვანს დიდების დარბაზში და ჩემი აზრით ის მართლა იმსახურებს ამას. მოკლედ 19 ივლისს ბრილიანტი ასრულებს თავის დიდებულ ისტორიას და ხვდება არანაკლებად სერიოზულ და უმაგრეს ლეგენდას მაქს ჰოლოვეის. დაწერეთ კომენტარებში, როგორ ფიქრობთ, ვის დარჩებათ BMF-ის კამარი და ვინ მოიგებს. მე კიდევ ამით გემშვიდობებით, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო მოგეწონათ. დროებით.